მოგესალმებით. დღეს არის ჩვენი მესამე დღე და მხრების ვარჯიში. საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს, გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ, კერდის ვარჯიშის შემდეგ საკმაოდ დაჭიმული მაქვს კერდი. ტრიცეპსზე ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ტრიცეპსი ამტკი ვარ, ის გამოდაც საკმაოდ იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არა უშავს, შემდეგ კვირას უკვე როცა გავაკეთებ კერდს და ტრიცეპს, შემდეგ კვირას უკვე საკმაოდ ინტენსიური ტრიცეპსის ვარჯიშები გვექნება, იმედი უფრო უკეთესად ვგრძნობ. დღეს ვაკეთებთ მხრებს. ასე იგი, მხრები არის საკმაოდ მოკლე ვარჯიში, ძალიან ცოტა დრო უნდა, შეიძლება 1 საათი არ დაგჭირდეთ. ვაკეთებთ თავიდან აუცილებლად ხურდებით, მსგავსი მოძრაობებით, როგორც არის ვიდეოში მოცემული. ეცადეთ ეს მოძრაობები გახურება ყოველ შემთხვევაში ნებისმიერ ვარჯიშის დროს მნიშვნელობა არ აქვს, კერდი გაქვთ, მხრები გაქვთ, ზურგი გაქვთ, ფეხები გაქვთ. გახურება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კარგად გახურებული კუნთები კარგად მუშავდება უკვე შემდეგ. მსგავსი მოძრაობები ძალიან ეფექტური არის პირველ რიგში იმისათვის, რომ გავახუროთ მხრები, მეორე რიგში იმისთვის, რომ ტრავმა ავიცილოთ თავიდან. არაფერი არ ვიტკენთ ვარჯიშის პერიოდში. გააკეთებთ იმდენი მისვლას, რამდენიც დაგჭირდებათ. შემდეგი ვარჯიში, პირველი ვარჯიში მხრების გახურების შემდეგ იქნება Cuban press, რომელიც არის ფაქტიურად იგივე მოძრაობა, რასაც კლასიკები აკეთებენ, Olympic weightlifters. იგივე მოძრაობაა ფაქტიურად, ოღონდ ვაკეთებთ განტელით. ეცადეთ ისე გააკეთეთ, როგორც ვიდეოში არის ნაჩვენები. ავწევთ იდაყვები, როცა გავუსწორდება მხრებს, მხოლოდ შემდეგ შემოვატრიალებთ ხელს. შემოვატრიალებთ ბოლომდე, მერე უკვე ვაწვევით მაღლა. გავაკეთებთ 4 მისვლას, ისევ 8-დან 12-მდე გამოვებას მეც არა. ამის შემდეგ უკვე იწყება გვერდითი მხრების ვარჯიში. როგორც ვიდეოში არის მოცემული, მე ყოველ შემთხვევაში ამ ვიდეოში მთლად არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემთვის ეგ ძალიან კარგად მოქმედებს, ძალიან კარგად ვგრძნობ მსგავსი მოძრაობისას მხრებს. ვცდილობ რომ ტრაპეციები გავთიშო, ამ ტრაპეციები არ ჩავრთო ამ მოძრაობაში და ფოკუსირება გადავიტანო მხრებზე. აუცილებლად იფიქრეთ იმ კუნთზე, რომელსაც აკეთებთ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. გვერდითა მხრების შემდეგ ვაკეთებთ წინა მხრებს შტანგით, როგორც ვიდეოში არის ნაჩვენები. არაფერი რთული არ არის, აქ სუფთადაც არ ვაკეთებ, ცოტა ჩიტინგსაც ვაკეთებ, მაგრამ ჩემთვის ეგ საკმაოდ კარგად მოქმედებს. თქვენ შეგიძლიათ სცადოთ, თუ არა და უფრო სწორად და უფრო ნელა გააკეთეთ. შემდეგი ვარჯიში არის უკანა მხრებისთვის. უკანა მხრებსაც ვაკეთებთ განტელებით, ეს არის ბოლო მხრების ვარჯიში. ცნობისათვის ზედა ზურგი არის უკანა მხრები, ტრაპეციები და უკანა მხრები. ზურგის ვარჯიშის დროსაც, ნებისმიერი ზურგის ვარჯიშის დროსაც უკანა მხრები მუშაობს. აქედან გამომდინარე აუცილებელი არის, რომ გავარჯიშოთ ისე თუ ასე ცოტა მძიმე წონებით, ოღონდ სწორი მოძრაობებით, ისე რომ ტრავმა არ ავიგიდოთ და სწორად გავაკეთოთ. როცა მხრების ვარჯიშს მოვრჩებით, მე როგორ გავაკეთებ ჩვეულებრივად პრესს გავაკეთებ 5 მისვლას, 2-დან 12-მდე გამეოვებას, შტანგით, როგორც ვიდეოში არის მოცემული, თუ შტანგა არ აქვს განტელით ან ბლინით, რომელთაც ირჩენიათ, მნიშვნელობა არ აქვს, მსგავსი მოძრაობა არა მარტო პრესს ამუშავებს, არამედ მხრებსაც ისე თუ ასე დაფუძნად აძლევს და ძალიან ეფექტური არის პრესის განვითარებისთვის. ეგ არის ჩვენი დღევანდელი ვარჯიში. იმედია მოგეწონათ. და ლუდით შემდეგი ზურგის ვარჯიშს, რომელიც იქნება ხვალე. Peace.